14 აგვისტო 1992 წელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება. საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა გამოყენებული იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში. შინაგან საქმეთა თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოს და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ზმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოს და არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგს. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილინების ადამიანს, გენოციდისაგან დაიცვას მცირერიცხოვანი მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცედ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარავოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა. გაზეთი ქართული აზრი, ნომერი 28 აგვისტო 1992 წელი. 12 ივლისი 1992 წელი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი. ძვირფასო თანამემამულენო, იმპერიის მიერ ინსპირირებულმა პუჩმა და გადატრიალებამ საქართველო უბსრკულის პირას მიიყვანეს. შევარდნაძის ნეოსტალინური მაფიოზური ხუნტა ყოველნაირად ცდილობს ეროვნული და კუთხური შუღლის გაღვივებას, სისხლის ღვრისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას აფხაზეთში და მთელ საქართველოში. აფხაზეთში მათი მიზანია კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურება, აფხაზთა და ქართველთა შორის ეთნოკონფლიქტის პროვოცირება, რაც არასგზით არ უნდა დავუშვათ. აუცილებლად უნდა მოხდეს აფხაზი და ქართველი მოსახლეობის კონსოლიდაცია და დაარაზმვა დამნაშავეობასთან ბრძოლაში. მილიციის ჯანსაღი ნაწილი მხარში უნდა ამოუდგეს მოსახლეობას. აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ არ უნდა გააღვივოს ეროვნული შუღლი. პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს საბოლოო ეროვნულ შერიგებას და საზოგადოების კონსოლიდაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განწირულია. უნდა დაჩქარდეს პოლიტიკური დიალოგი უზენაეს საბჭოსთან, აფხაზეთის ინტელიგენციასთან. უნდა დაიგმოს მონონაციონალური პრინციპი, რაც დიდ უბედურებას მოუტანს უწინარეს ყოვლისა აფხაზ მოსახლეობას. აფხაზთა და ქართველთა ერთიანობა იქნება გარანტი აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილიზაციისა და მშვიდობისა. გაზეთი აღდგომა, ნომერი 12, 24 ივლისი 1992 წელი. Президент Грузии Гамсахурди с призывом «Грузия для грузин». Во-первых, тот лозунг, который мне приписывают, якобы я говорю, что Грузия только для грузин, это искажение факта. Я говорю, что Грузия это страна грузин, но одновременно мы признаем права всех представителей всех национальностей, которые живут на территории Грузии. Это мы всегда оговариваем, понимаете? Исходя из Хельсинского договора, исходя из общепризнанных правовых норм. Так что мы никогда не проповедуем ненависть и вражду другим народам. В 1991 году президент Грузии Гамсахурди с призывом «Грузия для грузин», только вдумайтесь в эти слова, приказал штурмовать Сухум и Цхинвал. Тысячи погибших, десятки тысяч беженцев, разоренные села. Вот к чему тогда это привело. Именно Россия в тот момент остановила истребление абхазского и осетинского народов. Заявление Звяда Гамсахурдия, президента Республики Грузия, от 14 августа 1992 года. Предводитель преступной военной хунты Грузии Шеварднадзе
начал широкомасштабную карательную операцию в Абхазии. Я призываю грузинский народ, народы Кавказа, всю мировую общественность, всех людей доброй воли защитить от геноцида малочисленный, многострадальный абхазский народ, грузинское население Абхазии, со стойкостью приостановить шеварднадзевские карательные банды и выявить его политику хищнического грабежа и геноцида.